მალე შუახევის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი შეემატება. სულთმეფენობის სახელობის ეკლესიის საძირკველი დღეს დაბა შუახევის ცენტრში აკურთხეს. ტაძარი მრგვალი გარშემოსასვლელით აშენდება და ცენტრალური ნაწილის გარდა ორი სამლოცველო ექნება. პირველი თურქთაგან მოკლული დედათა და მამათა წმინდათა მოწამეთა სახელობის, მეორე კი სულთმოფენობის სახელობის. სალოცავის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება. ეკლესიის მშენებლებიდან მრევლი ხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა დალოცა. მეუფე სპირიდონის მოღვაწეობისას ხალთის ეპარქიაში მეოთხე ტაძარი შენდება. ტაძრის მშენებლობა ასევე დაგეგმილია სოფელ ფურტიოშიც. ხედავთ თქვენ რომ ისმება ბალავერი სულთმოფენობის სახელობის ტაძრის, მას ეკვდება 2 ეგვტერი, ერთ-ერთი ეგვტერი იქნება აჭარაში მოწამე დედათა და მამათა თურქთაგან მოკლულთა დედათა და მამათა წმინდათა მოწამეთა სახელობის. მეუფის მოღვაწეობის პერიოდში უკვე მეოთხეა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამიზნული კიდევ ფურტიოში ტაძრის მშენებლობა, 4 ტაძარი აშენდება იქ, გვაქვს კიდევ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ ახალი ტაძრების მშენებლობა, ასე რომ ყოველივე ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა. ფაქტიურად დღეს დიდი ზეიმია შუახევში, მინდა ყველა შუახევის მიულოცო ეს დღეს და ინებოს უფალმა რომ მალე ისევნა ეკლესიარებზე, სადაც საუკუნეების წინათ ეკლესიები იყო. ყველა სოფელში ამის გავსად ეკლესია და მართლმადიდებლური სალოცავი ქონოდა.